მოგესალმებით კოლეგებო, ვიწყებთ საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომას. დღის წესრიგში ჩვენ გვაქვს ერთი საკითხი საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ და ამასთან აქვე რამოდენიმე სხვა საკანონმდებლო ცვლილებაა სხვადასხვა კანონებში. მესამე მოსმენის წესით განიხილება. მომხსენებელი გახლავთ ბატონი ვახტანგ ბაჩიაშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი. გთხოვთ დავამტკიცოთ დღის წესრიგი. კი ბატონო ვახტანგ, გთხოვთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მესამე მოსმენით წარმოგიდგენთ საკითხს, რომელიც შეეხება რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაციას. მასში ასახულია ყველა ის რედაქციული ცვლილება, ასევე წინა ორ მოსმენაზე გაჟღერებული საკითხები, რაზეც თქვენი მხარდაჭერა მოვიპოვეთ და წარმოდგენილი გვაქვს ზუსტად საბოლოო ვარიანტი. შეკითხვა ხო არა გაქვთ ვინმეს? კარგით, მე ვფიქრობ, რომ მესამე მოსმენის მიღების შემდეგ უკვე მოხდება ამ სტრუქტურული ცვლილების საბოლოო დამტკიცება, რაც ჩვენ უკვე ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს რეგიონალური პოლიტიკის გატარებასთან დაკავშირებით, როდესაც კონკრეტულად ამ მიმართულებით იქნება მთავრობაში პასუხისმგებელი სტრუქტურა, სამინისტრო, მინისტრი და ეს მართლაც იმ დეცენტრალიზაციის პოლიტიკის გაგრძელებისთვის იქნება მნიშვნელოვანი ეტაპი. განსაკუთრებით, როდესაც ვიცით, რომ არის 26-30 წლის დეცენტრალიზაციის პოლიტიკაზე დოკუმენტი შესაქმნელი, გამოწვევები ამ მიმართულებით არის, მოთხოვნებიც საკმაოდ ბევრი არის, რაც განვითარება მოიტანა რეგიონებისა, თვითმმართველობების. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენ მუშაობას ამ კუთხითაც უფრო ნაყოფიერს გახდის საპარლამენტო კომიტეტის მუშაობას და გვექნება ჭიდრო თანამშრომლობა მომავალ სამინისტროსთან და მინისტრთან. კიდევ ერთხელ მინდა რომ ასე ვთქვათ, წარმატება უსურვო ახალ სამინისტროს, მის მესვეურებს და ერთობლივ ჩვენ საქმიანობაში. ეხლა გთხოვთ დავამტკიცოთ მესამე მოსმენისათვის წარმოდგენილი სტრუქტურული ცვლილებები. აგრეთვე, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ თანამშრომლობას ძველ ახალ სამინისტროსთან, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, რომელთანაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტები თუ ართ დაკავშირებული, რაც რეგიონებს და თვითმმართველობებს ეხება. ამით საკითხი განხილულია, დღის წესრიგის საკითხი განხილულია, კომიტეტის სხდომას დახურულად ვაცხადებთ. მადლობთ.